მოზარდობის ასაკში პირველი ვიზიტი გინეკოლოგთან შეგიძლიათ ძალიან მარტივად, ანუ მეორე წამოყვებად, მშობელი მაგალითად ხელს მოაწერს ჩვენთან ისტორიას, ფორმალობა ეგ ყველაფერი. შეგიძლიათ მე ჩვენთან ექიმთან მარტო დარჩათ, ვისაუბროთ, ანუ საერთოდ არ გაგსინჯავთ, ეს არ შედის პირველ ვიზიტში, არც რაღაც სარკეს ჩაგიდგავთ და ისიც მითია, რომ რაღაც თუ არ შევქმნი ოჯახს გინეკოლოგთან, იქამდე არ უნდა მივიდეს გოგონა, განსაკუთრებით მაშინ თუ აი როგორც გითხარით, აკნე აწუხებს მუდმივად და ჰიგიენა ამას არ შველის მაგალითად. ან ჭარბთმიანობა აქვს ადგილებს, სადაც მამაკაცებს აქვთ მაგალითად და ასე შემდეგ. ანუ ეს პუბერტული ცვლილებები, რაც ვახსენე, ეს ყველაფერი არ ხდება, მაგ შემთხვევაშიც ბიჭებიც და გოგონებიც შეგიძლიათ მიხვიდეთ. ბავშვთა უროლოგებიც არსებობს და არსებობს პედიატრები და გინეკოლოგები გოგონებში, ვინც გაგვესაუბრება, მოგვეწვდის ინფორმაციას ზოგადად პირველ სექსუალურ კონტაქტზე, კონტრაცეფციაზე, ჩვენი სხეულის ცვლილებებზე და ზოგადად როგორ გავუმკლავდეთ ამ ყველაფერს და დაგვეხმარებიან. ამიტომ შეგიძლიათ მიმართოთ მათ.